ვარ ილიანა ხარაძე 8 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ვცეკვავ ჩვენ შვილებში. მახსოვს პირველი დღე ჩვენ შვილებში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ძალიან ნერვიულობდი. მასწავლებელი გავიცანე და ხელად დავიწყე ვარჯიში. ცეკვაში ყველაზე რთულია ცერებზე დიდი ხანი დგომა. საყვარელი ილეთია ეს და ამიტომაც მიადვილდება. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. კონცერტი არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. ერთი სული მაქვს ვიცეკო დიდ სცენაზე. ჩვენ შვილებში ყავს 2 მასწავლებელი, მაიკო მასწავლებელი და ალეკო მასწავლებელი. ალეკო მასწავლებელი არის უფრო მკაცრი და მაიკო მხიარული. ორივე ძალიან კარგი მოცეკვავია და უყვართ ბავშვები. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს ამერიკაში. მე ვაპირებ ჩვენ შვილებში კიდევ ვიცეკო 10 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლებია და კარგი კლასელებია. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ტატო შერვაშიძე. ყველაზე ცელქია დემეტრე პაქსაძე. ყველაზე ჭკვიანია ლუკა ჭითაშვილი. ყველაზე მშვიდია ლილე ჯინჭარაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ქეთინო დუმბაძე. იმიტომ რომ ბავშვებს არ უყვირის და კარგად გვასწავლის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე. თუ მოცეკვავე ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი, იმიტომ ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვა რო დავიწყე, ვიყავი 6 წლის და ჩემი თუ ისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას, ყვავილებს და მთებს. ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი და არ მიყვარს ნარინჯისფერი. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 29 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა გავიზრდები, მინდა ნახატები თვიამაყო. ერთხელ მამიკომ იყიდა ჩემი 4 ნახატი. თავიდან ღირდა 20 ლარი. მამიკომ რადგან იყიდა 10 ლარად მივყიდე. მე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონდა 100 ლარი. ბიძა მაჩუკა გემიდან რომ ჩამოვიდა. ერთი სული მაქვს კიდევ ჩამოვიდა და კიდე მაჩუკოს. მე როცა ფული მაქვს ძირითადად ხარჯავ ნაყინში. ჩემი აზრით მე ხელფასი მექნება 6000 ლარი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ ვიქნები უფრო ლამაზი და უფრო ჭკვიანი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბებია და ჩემი ძაღლი. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია ლუკა. ის არის ცელქი, მხიარული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა ვთამაშობთ რაღაცა თამაში. მაგ დროს მავრაზებს, იმიტომ რომ ხოლმე მეუბნება, რომ როცა დაწვევი ლოგინშიო, ცუდი ვიღაცა მოვა თუ გაკვეთილებს არ ისწავლიო. ერთი სიტყვით სულ მაშინებს და მატერორებს. მამიკო არის მხიარული, სიმპათიური და ვაჟკაცი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული საჭმელი სალათა. სხვათა შორის მეც ძალიან კარგ საჭმელებს ვაკეთებ. ყველაზე კარგად გამომდის ხაჭაპურის გამოცხობა. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. სიამოვნებით ვითამაშებდი ჰერმიონას როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, კვირაში 5 დღე მექნებოდა დასვენება. კიდევ არადროს არ გაუშვებდი მამიკოს გემზე. ახლა წასულია და ძალიან მიყვარს და მენატრება. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 19 წლის რომ გავხდები, ვიყიდე შავ ფორდს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლილიანა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ლილიანა რომ არ მერქვას, მერქმეოდა მაიკო. ჩემ შვილებს დავარქვე ემის და ლუკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ტელეპორტაციის ძალა. ბედნიერება არის მამიკოს გემიდან ჩამოსვლა და დედას ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.